პირველ რიგში მინდა თქვენთან საუბარიც იმ თემითვე დავიწყო რაც ყველასთან საერთოა. ეს არის პატრიარქის გარდაცვალება 59 წელი საჯეტპურობლობის და მისი შემცვლელის მოსალოდნელი არჩევნები, რომელზეც როგორც ჩანს თავადაც ძალიან წუხდა. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა რა თქმა უნდა სამძიმარი გამოუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გლოვობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას. ის არ იყო მხოლოდ მართლმადიდებლების პატრიარქი, ის იყო სხვა კონფესიებისთვისაც უძვირფასესი ადამიანი, რომელმაც შექმნა ნამდვილად ეპოქა. ბევრს ეხამუშება ამ სიტყვის თქმა. 59 წელი, როდესაც მართავ ეკლესიას და ხარ მისი საჭიროთმყოფელი, ეს უკვე ეპოქაა. ეს ისტორიასთან ჭიდაობა არ არის სწორი. ისევე როგორც რაღაც ფაქტების შელამაზება საპირისპიროდ. რა თქმა უნდა, ილია მეორეს აქვს უდიდესი დამსახურებები საქართველოს წინაშე და მხოლოდ ისიც საკმარისია, რაც 1990 წელს მის მიერ მოხდა, როდესაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის დაბრუნება და ეს იყო დიდი გამარჯვება, პირადად ილია მეორეს დიდი გამარჯვება 1811 წელს წარქმეული ავტოკეფალიის დაბრუნება საკუთარი ერისთვის. და მათ შორის იყო რა თქმა უნდა შეცდომებიც, გარდა იმისა, რომ ის იყო დიდი რეფორმატორი, იმიტომ რომ როდესაც ის პატრიარქი გახდა, ფაქტობრივად ეკლესიები იყო მუზეუმებად ქცეული. და წირვალოცვა კი მიმდინარეობდა ქართულად, მაგრამ სტიქაროსანთა უმრავლესობა მათ შორის იყო ეთნიკურად რუსი. მთელი წყება ამ ქვეყანაში ქრისტიანული ღირებულებების, რა თქმა უნდა, მის დროს სხვა დონეზე ავიდა, სხვა განწყობა შეიქმნა ქვეყანაში და ფაქტია, რომ მისი ავტორიტეტი იყო განუზომელი. ამ ქვეყანაში არც ერთი დიდი მოვლენა არ მომხდარა პატრიარქის გარეშე. კარგიც და ცუდიც. კი ბატონო. და ასევე მე აუცილებლად მინდა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემა არის, როგორც ახალგაზრდისთვის, რომელიც იმ პერიოდს არ მოსწრებია და ეს არის 90-იანი წლები, რომელიც ჩემი აზრით პატრიარქისთვისაც ყველაზე მტკივნეული პერიოდი იყო და მომისმენია მე ეს იმ ადამიანებისგან, ვისთანაც ილია მეორეს ამაზე უსაუბრია. ეს არის ზუსტად გამსახურდიას და ილია მეორეს გზების გაყოფა, რომელიც ჩემი აზრით არის ამ ქვეყნის ტრაგედია, რაც მაშინ მოხდა. და მე არ მიყვარს, განა არ მესმის მიზეზი, მაგრამ არ მომწონს, რომ ორ ისტორიულ ფიგურას ბევრი ერთმანეთს უპირისპირებს, რომ რაღაც ზვიადი ცალკეა, ილია მეორე ცალკეა. საქართველოს ისტორიისთვის ორივე ერთად დგას. ერთმა გამოაცხადა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, ანუ საერო ხელისუფლება ქართული ისევ დადგა გზაზე, ქრისტიანულ გზაზე, ხოლო მეორემ აღადგინა 1917 წელს აღდგენილი იყო ავტოკეფალია, მაგრამ აღიარება მოხდა 90 წელს. ეს არის ორი გრანდიოზული მოვლენა საქართველოს ისტორიაში და მე მჯერა, რომ რაც უფრო დრო გავა, ქართველები შევძლებთ აი ამ საკითხთან დაკავშირებითაც საერთო პოზიციის ქონას, იმიტომ რომ მე მესმის ის ტკივილი, რომელიც ამ ქვეყანამ 91-12-13 წლებში მიიღო, რასაც ჯერ სახელმწიფო გადატრიალება, ხოლო შემდგომ სამოქალაქო დაპირისპირება ერქვა და მათ შორის აი ეს მოვლენა ჩემი აზრით არის სიმბოლური იმ თვალსაზრისით, რომ გუშინ როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიასვენებდნენ ზვიად გამსახურდიას სახელობის გამზირ ხეივანში. და როდესაც აი ეს ბევრს ავიწყდება, სხვათა შორის აი როდესაც ახლა ვუსმენ მე კათოლიკოსის ცხოვრებაზე საუბრებს, ძალიან ბევრი შეგნებულად არ ახსენებს 2003-12 წლის პერიოდს. 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს სად იდგა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი? ის არ მივიდა შევარდნაძის პარლამენტის პირველ სხდომაზე და იდგა ქართულ ხალხთან ერთად. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ ყველა მიცის რა როლი ითამაშა, მაგრამ რომ ქვეყანაში არ განმეორებულიყო ის, რაც დაემართა ამ ქვეყანას 91-12 წლებში. 2008 წლის ომის დროს ჩვენ ხო ვიცით რა როლი ითამაშა ილია მეორემ და მე ვისმენ ქართველი სამხედროების მონათხრობს, რომლებსაც ახსოვთ პატრიარქი ომის დროსაც და შემდეგაც. 2009 წელს
მათ შორის 2008 წლის ომამდე ინაუგურაციის დროს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დროს, როდესაც უმძიმესი და დაძაბული ვითარება იყო. ანუ მე ამით რისი თქმა მინდა, მე მჯერა რომ პატრიარქს ის ძალიან მტკივნეული მოვლენა, რომელიც ამ ქვეყანას გადახდა, რასაც ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი სიკვდილი ერქვა. იმიტომ რომ 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია მოწამეობრივად აღესრულა მარტო და ეს იყო ამ ქვეყნის უდიდესი დამღა. მაგრამ მე მგონია რომ საქართველოს ისტორიას ჭირდება ორივე მოვლენა ერთდროულად. ზვიად გამსახურდიაც და ილია მეორეც, ორი მწიგნობარი ინტელექტუალი, რომელმაც ნამდვილად ეპოქა შექმნა. ორივე ეპოქალური ფიგურები არიან და ძალიან არ მსიამოვნებს, თუმცა გასაგებია რატომაც ცდილობს ზოგი დაპირისპირებას მათ. ტკივილებია, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ილია მეორის დატოვებული მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, იმიტომ რომ ის სიცარიელე, რომელიც დღეს დარჩა, მე არ ვიცი ეს რამდენად შეივსება. კი ბატონო, ერთი რამ ცხადია, ის იყო უდაოდ ფიგურა, ლიდერი, ქარიზმით, თავისი გადაწყვეტილების მანევრირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში 59 წელი არ არის ცოტა დრო, ის ისტორიულადაც ეპოქა. მის გარშე არაფერი არ წდება. შესაბამისად აქ არის კითხვა, ის დარდობდა ზუსტად ამაზე, როგორც ირკვევა, ვინ იქნება მისი გამგრძელებელი, ვინ იქნება მის შემდგომ, რა იქნება მის შემდგომ და ხაზგასმა იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს ეკლესიის შიგნით, წიაღში და მაშინ არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლება, იყო ერთგვარი ანდერძივით, რომელიც მეუფე ზენონმა გუშინ გააცნო მედიას. ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხო, თქვენ რა რისკებს ხედავთ ზეგავლენის და ჩარევის და რამ შეიძლება დააზღვიოს ეს? ეს მხოლოდ და მხოლოდ სინოდს შეუძლია რომ დააზღვიოს, რომ ისინი დადგნენ ყველაფერზე მაღლა და იხელმძღვანელონ იმ რწმენით და იმ დებულებით, რომელიც მათ აქვთ. ეს სინოდის წევრებს შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ ამის გაკეთება, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას ექნება ცდუნება, რომ რაღაც გავლენა მოახდინოს აი ამ პროცესში. პატრიარქის წუხილი ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ იმ ხელა ვაკუუმი დარჩა, რომ ეს იყო რა თქმა უნდა ინსტიტუციური მშენებლობა, ფაქტობრივად არარსებული საპატრიარქოდან მან შექმნა ალბათ საქართველოში ყველაზე უფრო გავლენიანი ინსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუტებზე უფრო ძლიერი, მაგრამ ის რა თქმა უნდა უდიდესწილად ამ ინსტიტუციის გავლენა იდგა უშუალოდ ილია მეორის სახელზე და მის პირად სიმპათიაზე. ამ ტვირთის ზიდვა იქნება უმძიმესი ნებისმიერი იმ პირისთვის, რომელიც გახდება ახალი კათოლიკოს პატრიარქი. მე რასაც უყურებ და რასაც ვხედავ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი პროცესი მთლიანად საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ 59 წელი ეს არის 3-4 თაობა არის დაბადებული ისე, რომ მას საკუთარი თავი არ ახსოვს ილია მეორის პატრიარქობის გარეშე. მეც ამ თაობას მივეკუთვნები, რომელსაც არ ახსოვს საკუთარი თავი ილია მეორის გარეშე. და ჩემს ოჯახში ხა, იმიტომ რომ ერთია საზოგადოდ რას ეწევა პატრიარქი, რას აკეთებს, როგორ მწიგნობარია, რაზე მუშაობს, რანა ბიჯებს დგამს, მაგრამ მეორე არის პირადად ადამიანები, რომლებიც პოულობენ სულიერ სიმშვიდეს მასთან კომუნიკაციის დროს, რაღაცა მისი საუბრის დროს. ჩემ ოჯახში ესე იყო მაგალითად, ხა ძალიან ბევრი ადამიანი ყვება ამ პერსონალური კომუნიკაციის შესახებ პატრიარქთან და ეს რა თქმა უნდა და ის რომ იყო ქარიზმატული ადამიანი, ის რომ მას ჰქონდა დიპლომატიის წარმოუდგენელი უნარები, ის რომ მას პატივს მცემდა როგორც მოყვარე. წინამორჩევაში ასეთ ისტორიულ ქარტეხილებს ის ვერ გაიგებს. პატივს მცემდა როგორც მოყვარე, ისე მტერიც. ამას მოხერხება უნდა და ისტორია შეაფასებს ყველაფერს. მე მგონია რომ დღეს როდესაც ვხედავთ რა ხდება საქართველოში, როგორი რაღაცა სამარისებური სიჩუმე არის, სხვანაირი ვითარება, რა თქმა უნდა შეიძლება ყველაფერი გააუქმა, სხვა შორის საპროტესტო აქციებიც გააუქმდა, ასევე სხვა კონფესიებმა რელიგიური, ასე ვთქვათ, მსახურებები. რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი ის კი ვიცი, რომ შემდეგ პატრიარქ ძალიან დიდი გამოწვევები აქვს წინ. პირველ რიგში ეს გამოწვევა არის საქართველოში არსებული ურთიერთდაპირისპირება. ქართველები ვებრძვით ერთმანეთს. შეიძლება მე ასე არავის არ ვებრძოდე, მაგრამ ფაქტი არის, რომ საქართველო არის გაყოფილი რამდენიმე ნაწილად. ფაქტობრივად არ არსებობს თემა, რომელიც ამ ქვეყანას აერთიანებს. ეს არის პირველი გამოწვევა. მეორე გამოწვევა არის
თავად ავტორიტეტის შექმნა, ილია მეორის აი ამ ვაკუუმის შევსება, როგორც პატრიარქის იქნება უმძიმესი. ამას ჭირდება სხვა სახის სახალხო ლეგიტიმაცია. ასევე ჩვენ ნახეთ და ეს იყო უსიმბოლურესი ამბავი, რომ პირველი სამძიმარი გამოაგზავნეს ჩვენმა უკრაინელმა ძმებმა. უკრაინა იბრძვის საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალიის დაბრუნებისთვის, ხო? საქართველოს ჯერჯერობით დუმილი აქ ამ თვალსაზრისით და ეს საშინაო დავალება ახალი პატრიარქის შესასრულებელი იქნება. აგრეთვე ეს ხალხი პატრიარქმაც გამოგზავნა სამძიმრის წერილი, ოღონდ შიგნის სრული რეგალია. ხმაფხაზეთი რა თქმა უნდა არ არის და ეს არის აბსოლუტურად გასაგები მათი მხრიდან, რომ ის არის მტრული სახელმწიფოა. ასევე ახალი პატრიარქის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება განსაკუთრებით ციხეში მყოფი პოლიტპატიმრები, იმიტომ რომ ისინიც არიან ამ ეკლესიის სულიერი შვილები, უმრავლესობა, მე ყველა სახელით ვერ ვიტყვი. მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. აგრეთვე დღეს ჩვენ ვნახეთ ქართული ოცნების ტოტალური ფარისევლობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს, კაცს, რომელმაც 9 წელი ეს ქვეყანა მართა ილია მეორესთან ერთად, ის იყო საერო ხელისუფლების ლიდერი, ხოლო სულიერი ლიდერი, ანუ სასულიერო ხელისუფლების ლიდერი იყო ილია მეორე, ხო? ერთად მართეს 9 წელი, ქვეყანას გაატარეს 2008 წლის ომის იარები გადაატანინეს. ამ კაცს მაინც არ აძლევენ, ხო, პატრიარქის გაცილების უფლებას. როცა ეს შეიძლება მის ადვოკატს ოფიციალურადაც გაუვლია ეს პროცედურები, ითხოვს მიხეილ სააკაშვილი, რომ დაესწროს გამოემშვიდობოს პატრიარქს. ამის უფლებას. ეს უკვე დიდი გამოწვევაა მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის და ნაწილისთვის, იმიტომ რომ თუ კი ერის შერიგებაზეა საუბარი, თუ კი ამ გათიშულობის წინააღმდეგ ბრძოლაზეა საუბარი, ბაგრატის აღმდგენელ მიხეილ სააკაშვილს არ ეკუთვნის იქ მისვლა? აი ეს ხო შერჩევითია ყველაფერი. აი ამაში არის ამ ქვეყნის უბედურება და ტრაგედია. მე მართლა მჯერა ეს ჩემთვის არ არის სადღეგრძელო, რომ ძალა ერთობაშია. უბრალოდ ფაქტია, რომ გლოვაშიც კი ისინი არიან გაჯიუტებულები და არ აძლევენ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს მივიდეს სამების საკათედრო ტაძარში. მოკლედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მიმართვის პასუხად, რომელიც კათოლიკოს პატრიარქოს დაკრძალვაზე დასწრებას ითხოვს, პენიტენციური სამსახური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კოდექსში გაწერილი ნორმა გამონაკლის არ ცნობს, შესაბამისად მისი ეთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. ეს არის პასუხი, რომელიც რადიო თავისუფლებას მიწერა პენიტენციურმა სამსახურმა. ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი, ეს არის ფარისევლობის ნამდვილი პიკი, იმიტომ რომ ბევრი რატომღაც აქეთა მხარესაც დაიწყეს ფარისევლების ძებნა და მე ესე არ ვუყურებ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იყო ნამდვილად ეპოქალური ფიგურა და ყველას თავისი ისტორია და მოგონება აქ ეს არ ნიშნავს, რომ კარგის და ცუდის დანახვა არ შეუძლიათ ადამიანებს. რაღაც ზოგი არის, აი ისტორია გაიხსენეთ. მე ვიცი ისტორია და ამიტომ ვისაუბრე მე ზვიად გამსახურდიაზე, მაგრამ სიკეთე აქვს ამ ხალხს ნანახი ილია მეორესგან და შრომა წარმოუდგენელი შრომა გაწეული და მიხეილ სააკაშვილს უთხრეს უარი, იმიტომ რომ მათთვის ეს წარმოუდგენელია, რომ არ შეიძლება, არა, შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება. აი რა მოხდება? რას ატყობთ, რომ შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა სურს რეჟიმს? მას არ ეთყობა, არაფერი ფარისევლები არიან. აქ არის ზუსტად კითხვა, რა ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილი, მოსალოდნელობა იმისა, რომ ის ეცდება დაპირისპირებული საზოგადოების შერიგებას, პოლიტპატიმრების გამოშვებას, ახალი არჩევნების დანიშვნას ამ ქვეყნის დასავლეთის გზით სიარულს, ეს არ ჩანს ეს ნიშნები, ამიტომაც არ ჩანს ცვლილება პოზიციისა დასავლეთის და პარტნიორების მხრიდან, ხო, მათ მიმართ ეს იქნება ევროკავშირი, იქნება შეერთებული შტატები, ყველაფერი რჩება იგივე და დარჩება იგივე, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული რეჟიმის მხრიდან. არ ჩანს ეს ნაბიჯები და ჩანს საპასუხო ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან. მე აი ერთი წუთი მინდა რომ შესავალი გაუკეთო ამ კითხვას, სანამ უპასუხებდი და აუცილებლად მინდა შევეხო ისევ მიხეილ სააკაშვილის თემას, იმიტომ რომ ფარისევლობა ჩემთვის არის მათ შორის ისიც, რომ საუბრობდეს ზვიად გამსახურდიაზე და გავიწყდებოდეს რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიასთვის, ეს არის უბრალოდ ისტორიის უარყოფა. იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც ამ ქვეყანაში გამოაცხადა, რომ ჩვენ წავედით ეროვნული შერიგების გზისკენ, რომ ის სამოქალაქო დაპირისპირების და სახელმწიფო გადატრიალების იარები უნდა შეგვეხორცებინა. ამის მთავარი გვირგვინი იყო ზვიად გამსახურდია საქართველოში ჩამოსვენება
და ქართული მიწისთვის მისი მიბარება, სადაც წესი ილია მეორემ აუგო. ანუ ეს ხო ეპოქალურ ფიგურებზეა საუბარი, ვინც რაც არ უნდა ეცადოს. ჩვენ საუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან და ქმნიდნენ ამ ქვეყნის ისტორიას. როდესაც მიხეილ სააკაშვილს არ აძლევ იმ საშუალებას, რომ მივიდეს ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად, ეს არის მათ შორის არაადამიანური ნაბიჯი. ეს არის ამ ქვეყნის ისტორიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. იმიტომ რომ დრო გავა და ფაქტად დარჩება ეს სამარცხვინო ფურცელი, რასაც ახლა ქართული ოცნება წერს. ეს არის პატარა კაცობა. ეს არის ერის გახლეჩვის მორიგი მცდელობა. აქ ხო კარგად ჩანს, ვის უნდა ამ ერის ერთმანეთთან დაპირისპირება. ქართულ ოცნებას უნდა. იმიტომ რომ ის ხალხი, რომელიც ახლა თქვენ სწორს ამბობთ, ფარისეველია ბიძინა ივანიშვილი და ის არავითარ ნაბიჯს არ გადადგამს ამ ერის შერიგებისკენ. იმიტომ რომ ჩემი ღმარწმენით ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ მართოს საქართველო ქართველების ურთიერთდაპირისპირებით. და ეს არის მთავარი ფარისევლობა, რომ უნდა იყვნენ უდანაშაულო ხალხი ციხეში უნდა ისხდეს. რომ მუდმივად უნდა გვესმოდეს ურთიერთშეურაცხყოფელი განცხადებები, რომ ჭირიც ვერ აერთიანებდეთ ქართველებს. ეს აწუხებს მას, პერსონალურად აწუხებს მას და ღრმად მწამს მე ამის. და ამ დროს მთავარი არის ჩვენ რას ვიზამთ, ამ ქვეყნის ჯანსაღი ნაწილი, რომლისთვისაც ამ ქვეყნის ყველა ისტორიულ ფიგურას აქვს თავისი ადგილი და როლი და არ ვცდილობთ ბიძინა ივანიშვილივით ამ როლების გაქრობას. იმიტომ რომ როგორც მიხეილ სააკაშვილზე ცდილობს, რომ თითქოს ის არ არსებულა. როგორც ზვიად გამსახურდიას ხსენება მისთვის არის პრობლემური და იყო დრო, როცა ზვიად გამსახურდიას მანერებს უწუნებდა ბიძინა ივანიშვილი. ეს ხო ბედის ირონია. აი ისე ეცდება სხვების როლის ნიველირებას. მას ეზიზღება ავტორიტეტები. მას სურს, რომ ამ ქვეყანაში ის იყოს ერთადერთი ავტორიტეტი, რომელიც შექმნის ამ ქვეყნის უკუღმართ ისტორიას და ესე არ მოხდება. ბევრი სიურპრიზი ელის მათ შორის ქართულ ოცნებას.